პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა. ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს, ბრალდების მხარე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. აქედან ორს ანტონ უპერს და ანტონ ვარდანიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იადარ ახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს კი პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. რაც შეეხება ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, როგორც პროკურატურა ამბობს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მასთან მიმართებაში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა ნივთებს. რითაც აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცავების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული კიდევ 2 პირი, იად არახველიძე და ავთანდილ სურმანიძე, სხვა პირებთან ერთად სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, 2 ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონი დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.